მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად გავიხსენო ისეთი დიდი ქალბატონი, როგორც იყო ლიანა ასათიანი, თავისი განსაკუთრებული გარეგნობით, მნიშვნელოვანი შინაარსით. ძალიან აი როგორც იტყვიან, რაღაცა თვით რაღაცნაირი სხვა ძალა ქონდა, სხვა ენერგია ქონდა, რაღაცას თითქოს სხვა მესიჯი როგორ იქნება ქართულად, სულ გადავჯიშდით და გადავგვარდით, სხვა რაღაცა ამბავს ყვებოდა თავისი არსებობით, თავისი მნიშვნელობით და ხო მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, აი როგორც იქნა ის სიტყვა ვთქვი, რომელიც მინდოდა რომ მეთქვა და როგორც დღეს აღმოვაჩინე და მე მანამდე არ ვიცოდი, რაც ალბათ ახლა შენიშვნასაც მივიღებ ერთი ქალბატონისგან, რომელიც ჩემგან მარცხნივ უკვე ზის, ის ექიმიც იყო. იცოდი შენ? არა, არ ვიცოდი. მსახიობი, ექიმი, მშვენიერი ქალბატონი, დიდი შემოქმედის მეუღლე და უდიდესი შემოქმედის დედა ლიანა ასათიანი იქნება ჩვენი რუბრიკის სტუმარი დღეს და ძალიან მიხარია, რომ ორი შესანიშნავი ქალბატონი მობრძანდნენ ჩვენთან სტუდიაში ამაზე სასაუბროთ, ნინო თორაძე, ქალბატონი ლიანას ქალიშვილი და ქალბატონი ლელა არაბიძე, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი საარქივო მასალების მკვლევარია ქალბატონი ლელა და ერთ-ერთი ავტორია იმ წიგნისა, რომლის პრეზენტაციაც დღეს ჩვენს ეთერში შედგება, ლიანა ასათიანი. ფრაგმენტები წერილებიდან, ჩანაწერებიდან და ინტერვიუებიდან ასეთია ქვესათაური ამ წიგნის. ნუ უკვე რო შეხედავ ფოტოს და რო დაინახავ, არა გარჩინაარსი გინდა, არც არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წიგნს ყოველთვის აქვს შინაარსი, ყოველთვის აქვს გზავნილი, ყოველთვის აქვს რაღაცა სათქმელი. დიდი მადლობა ქალბატონებო მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევის. ნინო, საერთოდ ყოველთვის ძალიან რთულია ხოლმე ოჯახის წევრზე საუბარი და ალბათ ბევრად უფრო მარტივი იქნება ლელასთვის, მაგალითად ქალბატონ ლიანაზე. ქალბატონ ლიანაზე საუბარი, მაგრამ სანამ გადავალთ იმ ქალბატონზე, რომელიც თელმა საქართველო მიცის, რომლის გამოჩენაზე ეკრანზე იყო სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ეს ფილმი უკვე შემდგარიყო და ამ ფილმს უკვე მაყურებელი ყოლო და თუნდაც იმიტომ, რომ ის მშვენიერება, რაღაც განსაკუთრებული არისტოკრატიზმი ენახა, მაგრამ რა ვქნათ, ხო იცით, ადამიანები ისეთი მწირი ბუნებისა ვართ და ძალიან გვაინტერესებს ხოლმე ის ცნობილი ადამიანები, როგორები არიან სახლში. როგორი იყო დედა, როგორი იყო მეუღლე ქალბატონი ლიანა. უდიდესი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დედაზე საუბრობთ და დედას წიგნზე ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ამას ვაკეთებ თქვენთან სტუდიაში, იმიტომ რომ ლიზაც არის ნამდვილად ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი იცი შენ ჩვენ ოჯახზე. დიახაც, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმაც გაიგოს. ეხლა რა აი ის წინადადება, რომლითაც დაიწყე, ხო შეიძლება შენობით მოგმა. რა თქმა უნდა. ესე იგი ის წინადადება, რომ არ იცოდი, რომ ლიანა იყო ექიმი. საქმეც მაგაშია, რომ ამას ქონდა თავისი აზრი. აი ლიანას ექიმობა რატომ იყო და შესდგა, ამაში ქონდა ლიანას დასაბუთებული, როგორც ყველაფერი მის ცხოვრებაში. ანუ პროფესიით დიპლომირებული ექიმი. ჯერ ექიმი და მერე უკვე პირიქით. 15 წლის იყო ლიანა, როდესაც გიორგი სააკაძეში გადაიღეს. მაგრამ რომ მიხვდა, ხა ამხელა გენიოსებთან მოუხდა 15 წლის პატარა გოგოს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და მიხვდა დედა, რომ ეს ამბავი მაგისთვის ძალიან რთული იქნებოდა როგორც პროფესია. იმიტომ, ხო, ამას ყვებოდა სულ, მუდამ ყვებოდა, რომ ჩემთვის ვიღაცასთან მისვლა და როლის თხოვნა ეს იქნებოდა ყოვლად შეუძლებელი რამ. აქედან გამომდინარე, მე უნდა მეფიქრა, რომ ყოფილიყავი ისეთ საქმეში, რომ ამას ჩემთვის რაღაცა, რაღაცა ჩემი ოჯახი სარგებელი მოეტანა.
აქედან გამომდინარე გადაწყვიტა რომ გამხდარიყო ექიმი და გახდა ოფთალმოლოგი. ოფთალმოლოგი, აი მე მეთქვა რომელი ექიმი. და ამით გადაწყვიტა რომ იყოს ექიმი. და მუშაობდა ამ პროფესიით. სულ მუდამ მუშაობდა და დედა რო გადიოდა სამუშაოდ. აი სწორედ, იმიტომ რომ ნახევარ განაკვეთზე იყო სპეციალურად და მე ესე იგი მე მოვდიოდი სახში ლექსოსთან და დედა გადიოდა სამსახურში. და აი მაშინ იწყებოდა ჩემი და ლექსოს ფეხბურთების თამაში წინდებით, იმიტომ რომ დედა სახში არ იყო. კაცრი დედა იყო? კი, ნამდვილად იყო. აი სიმკაცრე რაში ესე დისციპლინა. უმთავრესად იყო დისციპლინა და თავარი ფოკუსი იყო ლექსო, რა თქმა უნდა, და მისი პროფესია. და ხო, მაგაში, რა თქმა უნდა, ეს ამასთან დაკავშირებული იყო ლექსო, რომ ესე იგი დროზე დამჯდარიყო ინსტრუმენტთან და დრო მამა ძალიან რბილი. ძალიან რბილი, მუსიყვარული, ხუმარა და ძალიან გამცემი ადამიანი, ხო. და ესეთი ბედნიერ გარემოში მომიხდა ცხოვრების გატარება და მე ვფიქრობ, რომ დედას როლი, ასე ვთქვა, ჩვენი ოჯახის შექმნაზეც არა, აი რაღაც რეზულტატები, რომელიც ჩვენმა ოჯახმა გამოიყო, მე მგონი შემიძლია თამამო თქვა, რომ მთლიანად ლიანას შეიძლება რომ დავაკისროთ, იმიტომ რომ ახლა მამას ძალიან დიდი ნიჭის და მიუხედავად 26 წლის იყო, როდესაც გორდა ქონდა უკვე დაწერილი. და ესეც დედას უმაგას იძახდა. სწორედ მაგიტომ რომ ეს გორდა უკვე იყო, სწორედ მაგიტომ დამაფიქრაო მე, რომ ეს იქნება სწორი ჩემი შვილების მამა რომ იყოსო. აი ესეთი, ასე ვთქვათ, ლიანა ეგეთი ხასიათის ადამიანი იყო. ხულიანა რამდენს ეყარებოდა წარმოგიდგენია და როგორი არჩევანი გააკეთა ნიჭზე და უკვე შემდგარ ახალგაზრდაზე. და მის საოცარ ხასიათზე, რომელზეც ყველა საუბრობს. ახლა ამას ხო ძალიან დიდი ხიბლი. მამას ქონდა აი ნამდვილად დიდი ხიბლი. ის რაც ქონდა ლექსოსაც. ხო ქონდა. ხო, აი მგონია რომ აი გენეტიკურად აი ეს ქონდა ლექსოს რაღაც აი უზღვავი სითბო. აი ის შეგეხებოდა თუ არ შეგეხებოდა რმასთან, როდესაც ურთიერთობდი, გეგონებოდა რომ მის ხელებში ხარ, აი მის აი ამ სითბოში გაბანავებს სულ, აი ყოველი ეხლაც რაღაცა ძალიან იმოქმედა ამ ადამიანის გახსენება და ალბათ არ შეიძლება ლიანაზე ვისაუბროთ თუ რომელიმე ოჯახის წევრზე და რაღაცნაირად ლექსო არ იყოს პრიორიტეტი, იმიტომ რომ ლიანასთვისაც, ქალბატონი ლიანასთვისაც, ნინოსთვისაც ლექსო იყო რაღაცა განსაკუთრებული და ასე იყო ჩვენთვის ყველასთვის. ვისაც კი ქონდა ბედნიერება მასთან, აი 5-10 წუთი შეხებისა. არ თუ მუსიკა გიყვარდა და მას მოусმენდი როიალთან, ну საერთოდ ეს იყო სიყვარული მთელი ცხოვრების. მოდით ახლა დაუბრუნდეთ ქალბატონ ლიანას, თორე ლექსოზე თუ მიმიშვით არ გავჩერდები. ლელა, თქვენთვის როგორც ადამიანისთვის, რომელშიც არქივში, ფურცლებში, წერილებში, ასე ვთქვათ, მუშაობა ტრადიციულად ჩვეულებრივი ამბავია. რა იყო მაინც ის განსაკუთრებული, რამაც აი გაგაოცათ, მოგხიბლად განსაკუთრებით დაუჯერებელი იყო, ვთქვათ, რაღაცა ქალბატონი ლიანას წარმოდგენიდან სრულიად სხვანაირი. აი თითქოს რო კითხულობდით, ფიქრობდით, რომ ნუ თუ აი ასეთი ქალბატონი, ვთქვათ, აი აწერილში ამას ამბობდა, ან რაღაცა მისი თვისება, რომელიც თითქოს ესე არ ჩანდა მაყურებლისთვის. ძალიან სწორად თქვით ახლა თქვენ. აი ნახეთ, წიგნს აწერია ფრაგმენტები წერილებიდან, ჩანაწერებიდან და ინტერვიუებიდან. ეს მე რო გავაკეთეთ ეს წიგნი, აი მაშინაც თქვი სწორედ, რომ ჩემთვის ეს არის რაღაცა სახელმძღვანელო, აი დედა-შვილს შორის ურთიერთობის მაგალითად, იმიტომ რომ აი თქვენ რო წაიკითხავთ ამ წერილებს,
ეს მართლა ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. პირველ რიგში ლიანა იყო ძალიან საინტერესო მოქალაქე. აი როგორ წერს ის რაღაცა, აი როგორც მოქალაქე, როგორი პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. რაღაცა მოვლენებს, როგორ აფასებს. აი 90-იან წლებს, აი თვითონ პროფესიაზე როგორ საუბრობს, ეს არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ აი აქ წერს მაგალითად ლიანა, რომ მე 5%-იც ვერ გავაკეთე ჩემ პროფესიაში. მე რასაკვირველია ესე არ ვთვლი, მაგრამ და მე რას წერს? და მე რა ვქენი, მე ვთქვი, რომ ლექსომ უნდა სახეობობას თვლის, ხო და არა კი, სახეობობას ამბობს. და მე ვთქვი, რომ ლექსომ უნდა თქვა ჩემი სათქმელი. და ვუთხარი 6 წლის ლექსოს, რომ შენ დიდი პიანისტი გამოხვალ, ეს შთავაგონე და აუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო. 2025 წელს გახდა 100 წელი ლიანა ასათიანის დაბადებიდან და აი როდესაც ნიკოლოზ წულუკიძემ ეს პერფორმანსი, საავტორო პერფორმანსი ლიანა ასათიანი ეს გაკეთდა, აი სწორედ მაშინ დაიწყო ასე ვთქვათ ჩემი მუშაობა აი ამ არქივზე და მე აი ამ არქივით აღმოვაჩინე ადამიანი, რომელთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი, რომელიც არის, აი ვინც გადახედავს ამ წიგნს, განსაკუთრებით აი შვილებს წერს, ძალიან ბევრს წერდა და ერთი წერილია იქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი 95 წლის აგვისტოაო მე მგონი წერს და ეხლა მივხვდიო, რომ აი ამდენი ხანი წერა უნდა დამეწყო, ყველაფრის წერა უნდა დამეწყო და აი დღეიდან მე ვიწყებ წერას, თუმცა მანამდეც წერდა ბევრს, მაგრამ 90-იანებში განსაკუთრებით ბევრს წერდა და აი როგორ წერს შვილებს, ნინოს, ლექსოს კიდე უფრო ბევრს წერს და თვითონ ლექსოს წერილია ერთი უმნიშვნელოვანესი დედაზე, დედას როგორც მოღვაწეს, როგორ აფასებს, აი ლიანა, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაფერს განსაკუთრებულად ხედავს, იმიტომ რომ ის ისეთი მოქალაქე იყო პირველ რიგში, ისეთი ღირსეული მოქალაქე იყო, რომ მარტო ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ წერილების გაცნობა, რომ ის აი როგორ საუბრობს დედაშვილობაზე, ეს ძალიან კარგი და საინტერესოა. საერთოდ ეს მათი დედაშვილობა იყო ისეთი ამბავი, რომელიც ესე წერილები არავის საკითხული არ გქონდა, ხო? იმიტომ რომ ეხა ეს იყო პრინციპში, ეხა ეს უკვე მერე შეიძლება, ხო? უკვე როდესაც ქალბატონი ლიანა არ არის სამწუხაროდ ლექსოს აღარ არის და ახლა შეგვიძლია ჩვენ ამას როგორც დოკუმენტს გავეცნოთ და ეხა მაშინ ვინ მოგცემდა ამის შესაძლებლობას. აი ეს მათი დედაშვილობა, განსაკუთრებული ურთიერთობა უბრალოდ აი ესე გადადიოდა მე მაგალითად დედაჩემისგან ვიცი და რომ სულ აი განსაკუთრებული იყო მათი ურთიერთობა ეს დედაშვილობა აი რაღაცა ლეგენდასავით სალაპარაკო იყო ქალაქში რომ აი ამის დასტურია ნამდვილად ხო და ეს უკვე დოკუმენტურად დასტურდება და ლიზა გარდა აი დედაშვილობისა ეს ჩემი და ლექსოს დამოკიდებულებაც ხო ლიანას შექმნილი დამოკიდებულება ამაშია საქმე. აი დაიწერეთ შუბლზეო ამ წერილში წერს რომ თქვენ ერთმანეთის გარეშე არაფერი არ ახართ. აი ეს და ასეთი შეგრძნება მაქვს თქო რომ როდესაც აი უკვე ამდენი ტრაგედია დატრიალდა ჩემ თავს და ლექსოც აღარ არილი არავინ რომ გამომეცალა ესე იგი ოჯახის წევრები ასე მგონია რომ აი ამას ესეც ნაფიქრი ქონდა რომ აი ისე გაიზარდა ნინო რომ აი ამას ყველაფერს მიხედავს აი მე ასეთი შეგრძნებით ვარ ეხლა ამას წერდა კიდეც როგორ გიტოვებდა ყველაფერს ტოვებს აი ესე უნდა გააკეთე, ესე გააკეთე, ისე აი ყველაფერი ქონდა ნაფიქრი. იცით რა მაინტერესებს? აი რას თვლიდა მაგალითად ხა მსახიობები მეც ხო პროფესიით მსახიობი ვარ თქვა და გვიჭირს დასახელება რო ეკითხებიან აი გამორჩეულად, მაგრამ მაინც ჩვენ გულის სიხმრებში გვაქვს ესეთი როლი. თუ ქონდა ასე თქვათ როლი რომელზეც ფიქრობდა რომ გამოვიდა კი როგორ არა ერთადერთი თავადის ქალი მაია მარტო ერთადერთ როლს რომელსაც მიიჩნევდა რომ როგორც პროფესიონალი რომელმაც ეს იცით როგორ წერს ეს არის როლი რომელსაც ქონდა ბიოგრაფია თავადის ქალი მაია ეს არის ერთადერთი როლი ჩემ ცხოვრებაში რომელსაც ბიოგრაფია ქონდა სხვა შორის ძალიან საინტერესო ჩანაწერები აქვს აი გადაღებების პროცესზე ლიანა აი პოეტი იყო თავისი არსით ისე წერდა და აი ამ ფილმზე ძალიან საინტერესოდ ყვება და მისი ყველაზე საყვარელი ერთადერთი საყვარელი როლი იყო კი და ამას ხაზგასმით აღნიშნავს. კი და მადლობას უხდის ქალბატონ ლანას ყოველთვის. და აი რას წერს დაახლოებით აი რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თქვათ
რასაც აქცევს ამ გადაღებებზე მნიშვნელობა. აი, ყველაფერზე წერს, ოპერატორზე წერს, ლანაზე წერს, ბევრს წერს კოლეგებზე, ვისთანაც ურთიერთობა ქონდა და აი ეს არის ხაზგასმით, რომ ფილმზე გაფრაზებული როცა იყო წერდა. ყველაფერს წერდა. შვილების ჩათვლით. შვილების ჩათვლით. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერს და მაგაშია, რომ დედას არ ქონდა ეს რაღაც გაფეტიშებული დამოკიდებულებები. ძალიან რეალურად უდგებოდა ყველაფერს. ამაშია საქმე. რომ ლექსოც თავისი ნიჭით კი აღმერთებდა, მაგრამ ამავე დროს სულ ცდილობდა რომ სწორე მიმართულებები მიეცა ზოგიერთ საკითხებთან დაკავშირებით ჩემო ლიზა, რომელიც კარგად იცის შენ. გასაგებია, მაგრამ მე ერთი რამე მინდა მაინც ვთქვა თუ შეიძლება. აუცილებლად. აი ეს საოცარი წიგნი, რომელიც შეიქმნა და მე ვარ, აი რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, რომ დედას ეს წიგნი ნამდვილად მოეწონებოდა. ხო, მეც ხო, აი ჩემთვის ეს არის. სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ნეტა ეხა სულ რაღაცას რო ვაკეთებ, სულ ვფიქრობ ნეტა ეხა რას ფიქრობს, რას იტყოდ. წარწევია თუ არა დედა. ეს წიგნი ნამდვილად და როგორც ყველა საქმეში, ეს არ არის არასოდეს მარტო ლიანა. გასაგებია რომ ლიანაზეა, მაგრამ აი ეს წიგნი რო შეიქმნა, რომ ამაში ამდენი ადამიანის ასე ვთქვათ, ნაფიქრი შრომადეს. აი მე ყველას მინდა, ქალბატონი შორენა. ლელა ნიკა წულუკიძემ, რომელმაც აი მართლა არაჩვეულებრივი ჯერ საღამოში გააკეთა და მერე აი იმ იდეით წამოვიდა მერე ეს წიგნი. მერე ნესტან მაღალაშვილმა, რომელმაც ასე ააწყო ეს საოცარი წიგნი. აი ყოველ ფოტოს აქვს მნიშვნელობა. ეს არ არის მარტო ფოტოები ჩასმული. ტექსტი აუცილებლად შეესადაგება ფოტოებს. ამიტომ აი ყველას ზინკა ბარნო, რომელიც მოვიდა და არაჩვეuli, აი რაღაც ისეთი ნოსტალგიური ფოტოები გადაიღო ჩვენი სახლის. რო უყურებ რაღაცა აი გონია რომ უნდა გამოვიდნენ ახლა ოთახებიდან. ამიტომ აი ყველას უდიდეს მადლობას უხდი მე ამ წიგნის შექმნის. კი ბატონო, ნამდვილად ეს დარწმუნებული ვარ, რომ ხეს ჩვენ ვიცნობ და ვიცით ახალგაზრდებს რას მნიშვნელოვანია რომ გააინტერესებთ და ახალგაზრდები აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა პროფესიის მიღმა, ყველანაირი გარეგნობის მიღმა არის დიდი ცხოვრება. არის მძიმე დღეები, არის ბედნიერების წუთები და ეს ყველაფერი ერთიანად გააზრებული თუ არ არის, ძალიან რთულია ადამიანი შეიცნო, გაიცნო და რაც მთავარია, იცით, ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, ხო, რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო და სულელი თავისაზეც ვერაო, ხა სახელებს და გვარებს არ განვასხვავებ, ხა ვინ როგორ, მაგრამ ხო, მე მაგალითად ლექსოს შეცდომებზე ვერ ვისწავლებ. ბევრი. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანებზე ბევრი რამ იცოდე, იმიტომ რომ მართლაც იცით, აი ლიანა ასათიანი ცხოვრებაშიც ასეთი იყო. სხვათა შორის მიუხედავად იმ სიმკაცრისა, რომელიც თქვათ ვიცოდით, ან გარეგნობაში ქონდა, აი ჩვენს მიმართ ახლა ჩვენ ხო ბევრად უმცროსები ისე თბილად შეგხვდებოდა, ისე მოგეფერებოდა, ისეთ რაღაცნაირ ქათინაურს გეტყოდა, სხვანაირს, ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა თაობებმა მართლაც აი ამ მათ გამოცდილებაზე, ნუ ვიტყვით, ნუ შეცდომებს, ნუ იმას, აი ამ გამოცდილებით იცხოვრონ, ხო და აი რაღაცნაირად ისწავლონ და რაც ლელამ თქვა, რომ არ არის მარტო ის რომ მნიშვნელოვანი რომ ხარ ლამაზი, არ არის მნიშვნელოვანი ის რომ თქვა რაღაცა როლი კარგად შეასრულე. არის მნიშვნელოვანი ის რომ შენ გარშემო ტოვებდე კვალს. აკეთებდე სიკეთეს, იყო მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც შენ ურთიერთობა გაქვს, რაღაცა მათი კეთილშობილის აქციელისთვის შეაქო, მიცე რაღაცა ბიძგი და ასეთი იყო ეს ოჯახი, არა მხოლოდ ლიანა, ქალბატონი ლიანა, რომელსაც მართლაც ვეთაყვანებოდით ყველა, არამედ ყველა მისი ოჯახის წევრი. ნინო, ახლა ერთ ბოლო შეკითხვას დაგისვენთ, ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება. ის
ძალიან მძიმედ განიცდიდა იმ წლებს, როდესაც ლექსო არ იყო მის გვერდით. მე შენს გამოეცალე. და რაღაცნაირად დარჩა მარტო, მაგრამ აი ეს მისი სტატუსი არასდროს შეცვლილა, ხო? არც ერთი წუთით და არც ერთი წამით, არც ლექსოს და არც მე არ გვიგრძნია, რომ დედას ჩვენ ვჭირდებით. აი ეს მინდოდა მეთქვა, რა არის ის მთავარი ძალა, რაც შენ დაგიტოვა, რაც მის შვილიშვილებს დაუტოვა და რაც იმ ადამიანებს დაუტოვა, რომელიც მის გარშემო მაინც სულ იყვნენ. მე ესე ვფიქრობ, რომ დედას ყველაზე დიდი მაგალითი ჩემთვის არის ის, რომ თავდადებული უნდა იყო შენი ოჯახისთვის და საქმისთვის და იმ ერთგული ადამიანებისთვის, რომელიც შენ გარშემო არიან. და ამავე დროს არავინ შენი გასაცოდავებული და გასაწყლებული თავი არ უნდა დაინახოს. შენ უნდა მოერიო შენ თავს პრობლემებს გადალახო და წახვიდე წინ. და მართალი რო გითხრა ხა რომ მოვიტყვილო არა მაქვს მე ამ დედაჩემის ხასიათი, ხა Google-ის ხასიათიც მაქვს და აქედან გამომდინარე რო გითხრა რომ ხა პრობლემებს ადვილად ვერევი, ვერა, მაგრამ ნუ აი რაღაცა დედას მაინც რაღაცას უფრო მეტად ეხლა უფრო ვგრძნობ, ვიდრე მაშინ როცა მყავდა, იმიტომ რომ ნუ ხა იმ ხელა ძალა იყო ლიანა, რომ ის მაინც მართავდა ყველაფერს და ეხლა რაღაც ცოტა გამოვყოჩაღდი მე მგონი. კი ბატონო, თქვენ გამოყოჩაღება გჭირდებათ, რადგანაც არის უდიდესი ფესტივალი, თორაძის სახელობის ფესტივალი, რომელიც უკვე გახდა საერთაშორისო დონის ფესტივალი, იმ დონის, რომელზეც სიამოვნებით მოდის ყველა შემსრულებელი, ვისაც კი აქვს ამის შესაძლებლობა. ეს არის ისეთი ფესტივალი, რომელსაც ქართველი მსმენელი მთელი წლის განმავლობაში ელოდება. ეს არის წიგნი, ეს არის მამას უდიდესი შემოქმედება, ეს არის ლექსო, რომელიც ძალიან მოსავლელია მაინც. რაც არ უნდა ვაკეთოთ, არ ამოიწურება არც ლიანა, არც ლექსო, არც მამა. აქედან გამომდინარე, ნინო, თქვენი დედის უდიდესი ძალით, იმ შემოქმედებით, იმ უდიდესი მუსიკით, რომელიც დაგვიტოვეს თქვენმა ოჯახის წევრებმა, უნდა ვიაროთ წინ, როგორც სწორედ თქვით, უნდა ვიაროთ წინ იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ ესეთ ღირსეულ ადამიანებზე, ესეთ შემოქმედებაზე და დიდი მადლობა ამ ღვაწლისთვის. მადლობა ყველას, ვინც ასე მიდგას მე გვერდში ამ დიდი საქმის კეთების. ნამდვილად ძალიან დიდი სამინისტრო, ჩემი გვერდში თანადამფუძნებლები, ესე იგი, გალობის უნივერსიტეტი. აი, ვერ წარმოგიდგენიათ. კიდევ ეხლა უფრო მეტად ვხედავ, თურმე როგორ უყვარდათ ლექსო, ლიანა, Google, იმიტომ რომ ისე მიდგანან გვერდში. ნუ აი, ეს წიგნიც, ნუ ეხლა კულტურის სამინისტრო, იქ კულტურის, აი, სულ გვერდში მიდგას სულ ყველა. ნინო, ეს არის ის საქმე, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ამ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ეს არ არის თქვენი ოჯახის. ჩართულია მაშინ ფესტივალში როგორიც, ესე იგი ნერვების ბილეთები. უი, ყველაზე რთულ საკითხში ყოფილა ლელა, ამიტომ არ შურს თქვენი პატივცემულო, თუმცა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, რასაც თორაძის ფესტივალი ქვია. კიდევ ერთხელ ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ულამაზესი და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის გახსენების. დათო, გემშვიდობები ჩემო ძვირფასო იქითა კვირამდე. უღრმესი მადლობა. ბედნიერი შაბათი კვირა, ჩვენ იქითა კვირას კიდევ შევხვდებით დასვენებამდე, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მოგვენატრებით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ახალი დღე და ჩვენი მაყურებელი. მომავალ შეხვედრამდე.